ფინანსებს შენობა იქნება უსახკარო. არც ერთი კატეგორია არ იქნება გათვალისწინებული ეთნიკურად. ამასე გულახდილად გეუბნებით და რატომ იცით? ადამი თორიგეს შემოსვლისას ნებისმიერ შემოსვლაზე მე რომ კრიტერიუმებზე მეკითხებოდი, ამბობდა ვისაც სახლი კარი არ აქვს ის დაკმაყოფილდება. აბა გეკითხებით თქვენ, მრავალი კატეგორიის მქონე ოჯახებმა ერთიანობრივი ისტორიის ტრადიციის განმავლობაში სამოცამდე ადამიანი რომ გავაცილეთ, ესეც კი ერთი ადამიანი დაღუპული ხარ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ადამიანები იკრიბებიან ამ დასახლების წინ საფრთხეზე და დაანონსეს მათთვის გადაკეთება ყოველჩაურის მაგისტრალის და აპრილიდან გადაკეთება დავიდრე მათი მოთხოვნა აფროსდება. ოცნების ქალაქში მცხოვრები ადამიანების მოთხოვნა არის ისე ვიგია რაც ალბათ ხსნილია თუ აქამდე წინა საპროტესტო აქციებიდან ისინი თხოვენ კრიტერიუმების განსაზღვრას მთავრობის მიერ რომელთაც განისაზღვრება და ეცოდინება თითოეულ მოქალაქეს ვის ერგება შენება საცხოვრებელ კორპუსებში როგორც შეგვიძლია გაშენებულ საბოლოო თვიანობაში 2024 წლის 1550 ოჯახის საცხოვრებელი თუმცა აქ ცხოვრები ადამიანები ამბობენ მეტი არიან ვიდრე 1550 და უნდა განისაზღვროს აქედანვე დაიდოს ხელშეკრულებები თუ ვის ერგება ახალსაცხოვრებელ კორპუსში დოკუმენტის გარეშე დაждომარი არ მოვიდეს. დოკუმენტი მოიტანოს. არის მეგობრებო 2 წელიწადში 10 სართული ააშენა. იმ საწყალ ხალხმა 10 სართული და კაბინეტში დილს გამზე, თბილს გამზე, წყალყავაში რა ვერ დაამუშავეს. განაგებიეთ რა ვერ დაამუშავეს. დამუშავებულიც არის, დამზადებულიც არის მხოლოდ ერთ კატეგორიაზე. უსახკარო. რა აჯანები ხალხი ბატონებო, ყველა არის შრომელი, სურიანი, შვილი, დასაყოფი ოჯახი, ომის ვეტერანი, ამ ყველამ ერთად შევინარჩუნეთ ეს დასაქმება, ხო? რომელიც მას უნდა აადირო მაინტერესებს. ეკითხები ფინანსთა მინისტრს, ბატონო ჟაბა, თქვენ ეხლა ვინად ხართ? ვინაცი ხართ? მოდი მოსწრება წვიმაში, როგორც გარემში სიზეთში. რა მნიშვნელობა ვაქცინაზე გამოვა ადამიანები არ ასიტავს. რამდენ ხან გელოდოთ? როდემდე ვეროდოთ მეგობრებო? თუ ჩვენ არ მივიღებთ ორფრის სადაზღვეო ხელშეკრულებას, ყველაფერი მხარში გვენდრება. მე მოგიწოდებთ ხომ მითხრა მანიპულირებ ხომ? თუ მანიპულირებ, ბრძოლა იქნება ხელშეკრულების მიღებამდე. არ დავთმობ, არ დავთმობ ბრძოლის გარეშე არაფერს. 9 წელი მეგობრებო, 9 წელი არ არის. 9 წელი ფიცხარი დადვილი გადაცატანია. რამდენი ადამიანი გავაცილეთ? ახალგაზრდა აქ დაიღუპა, მოხუცი აქ დაიღუპა. რამდენი უნდა დავიღუპოთ, რომ სასურველ შედეგს მივიღციოთ? ძალიან მაინტერესებს. სახელმწიფო დუმს ეს ამაგათ არ ეხებათ. ამასინად აქციაზე ქალაქის კომისია ქალაქში რო აქცია ჩავატარეთ, ისეთი მოჟღერული პოლიციელები დაგვხვდნენ მეგობრებო, ისე კემბრიანად მიღჟეჟეს სააკაშვილის რეჟიმი გამოსცემდა. გაიმედია დღეს ხელვაჯავრის პოლიცია გასხოვებულია იმათგან და ნამეტანი ამშიერ და გასხოვებულ ხალხს არ მიღჟეჟავს, თორემ უმრავლესობა ფეფციბეები არიან და რამე პრობლემა არ დაგვართოთ. მე გეუბნებით შეეცადეთ, რაც კანონში არის, ისე უნდა გადაიკეთოს. სახელმწიფო სხვანაირად ვერაფერს ვერ ვაგებიათ. ეხლა თქვენს მაინც გაგვიგებთ. შენდება გვეუბნებიან, მაგრამ ადარდანი დანიშნული ყავდა კაცო და ის ადარდანი სხვა წახვა. დარჩა სიტე მარტო გაიგეთ თქვენი რა. მოყარინდა რომ რამე ეს გადაუდგაო. შენებლობას. ყველა უბანში მატარებაში მეკითხება მარნელია ჩემპინა რომელია. აი დედასკებზე რიდინას თუდად გამისირო. რომელი ბავშვი უნდა უცხადო, აი ოჯახი კატეგორიას არ ეხება. თქვენ დამოჩილებო. ვიცი რომ ისეთი კარგი გადაწყვეტილება რომელიც დადოქორიკა მიიღო, ეს იყო უპრეცედენტო და მე მადლობელის ვარ, მაგრამ თუ მარტო უსახკაროზე გადაწყვიტე შედავასრულო, აი დანარჩენს ვერავინ ვერ გააჩერებს. დღეს მას აღარ იდობს. და რომელი ახლა ერთი უბანი შეიყვანოთ ბინაში და მეორე დატოვოთ და გადაწყვეტენ. ჩვენ იმაზე თანახმავართ, ვისაც კარგი ფარტი აქვს, დაგვიკანონონ, მაგაზე ყაბულვართ. არ ვეხვები კაცო კიდევ თორე ბინა მოგვეციო. ვისაც ბინები ეკუთვნის, ვიცენ
მაგრამ პირველი კატეგორია ვერასდროს ვერ შევა, სანამ ჯერ ხელშეკრულება არ გქრება. გადავთამას თქოთ ახლა ხდომებზე ერთ-ერთი ხუჯაბატოვის ხდომების მომწრე ცოტა ხანგი ხაფაურები დაამჯერი, მაგრამ ამჯერად იცოდება თამაში არაფრის აღარ მჯერავს და იცოდე შეიძლება თავრობაზე გაგრძელოს ხელზე იმედია აღრაცის კოლექცი თავრობას არ დავეხმარებით დასარი შევყაროთ. ხოინია ყველაფერი მესვიჭია. მარინა ბერიძე მიმართა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მან დაანონსა, რომ გადაიკეთება გზა, ვიდრე სურდება საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნები და აქციის მონაწილეების მოთხოვნები არის, როგორც უკვე მოისმინეთ ჩვენს ლაივში, კრიტერიუმების განსაზღვრა ჯერის მთავრობის მიერ, რომელზეც განისაზღვრება თუ ის ერგება პირველ რიგში ბინა საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც უკვე აკოცნების ქალაქის ტერიტორიაზე შენდება. ეხლა თამაზ ბაკურიძე მიმართავს აქციის მონაწილეებს, ის ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზაცია ჩვენი უფლებისთვის აქამდე ბევრი ადამიანია შეკრებილი ოცნების ქალაქის დასახლების წინ შეტაცებთან და ისინი აპირებენ რომ ისელები აპოლიცია მობილიზებულია ისინი აწესებენ მოძრაობას მაშინ როდესაც საფუძველი გაეყარა სახლის შენებლობას, მინდა გითხრათ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა არის მთავრობა მებრძოლ გადაწყვეტილებას იმედის აშენების და გადაცემის. მსგავსი რამე არ მახსოვს ჩემს პრაქტიკაში. ეს უსასაბებელია, მაგრამ ისმის კითხვა, მაშინ როდესაც ხელისუფლება აკეთებს ამხელა პროექტს და ხალხი გამოდის ქუჩაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია იმდანოს ხალხამდე ბოლო ერთმანეთს განაცხადოს. ხოდა ჩადო ახალგაზრდაში რომ ვიცრო. ამიტომ დაანებეთ ისას ამბობთ რა დღეში ხარ. სწორს ამბობთ და სიმართლეს ამბობთ და ძალიან გთხოვთ. აგა შუქის ინტერესებს უგას რა უნდა გო? მე ხოდა მაგასთან საუბარი მადრობთ. ბედი არ მინდა. გამომწესე ამან ვინც 24 ცხოვრობს და არა ყველა მიიღე. მაგაში ისეთები გავშუშებ, რაბეს მაგარი დავდე 5 დღის ასვანზე იქ შევასკდები. მაგრამ ახლა ვიტყავ ჩვენ არა რეალურს, იმიტომ რომ საფუძველი არ დუძვია. ჩვენ ამ წუთში გეტყვიდები და მაგარი სკოლაში ვერ ვუშვები მის გამო რომ ესე ვერ ჩავაცი. ხალხი ინტერნეტში ვერ შეღავს და ვერ ასწავლებს. ეს რეალურად ხაბავთუო. ანუ რატო ფიქრობთ რომ არარეალური მოთხოვნაა ის სადაც ეხლა რატო დაიწყო თავრობა დაიწყო პროექტი ოცნების ქალაქში ასევე მე ვცხოვრობ თუ დაიწყო ხიდა მე იმას ვიტყოდ ბინების მოთხოვნა კი ბატონო სტაბილურია მაგრამ ჩვენ ამ წუთში ყველაზე მეტად ამ პანდემიის დროს სულ სხვა გაჭირვება გვაქვს რომელიც ამ წუთში ხალხს თელის ბული არ აქვს გადაიხოს და თელი და ჩაგვიჭრა რომელიც ბავშვების სკოლაში ვერ დადიან და თელი ტელევიზია მაგდარი აჭრელებული და რომ მიდიხარ მერიაში გეუბნები შენ ჩაწერილი აქვს სახლი არ გაქვს სახლი არ გაქვს ჩაწერილი აქვს ქონება არ გაწერია და ამიტომ ვერ გასდევ სოციალ და უცხო მერგება მე ისე დახმარება ერთჯერადი
ლოგინია და მოგცენ უნდა სარაცხი მანქანა თუ რაღაცა და თქვენ ფიქრობთ რომ სოციალური მოთხოვნებით უნდა გამოვიდნენ ეს ადამიანები და არა კი ბატონო ხელშეკრულებებით რაც ისმის ეხლა ხელშეკრულებები და კომისია ჩატარდა კომისია და მე ვიცი რომ არ ერგება იმას ვისაც აგზებინა ვინც მიიღო სახლი თავრობისგან ერთჯერ და ერთ ხვარზე გაყიდა და იმან ისევ აგერ მოვიდა ვიცი რომ ის ვერ მიიღებს და მე ვიცი რომ არა მაგ და 24 გრუპები ჩემი ბავშვები და ამ პანდემიის მიხედვით მაშინ და წყალში და ბალონში თამაშობენ ელემენტარული ჰიგიენური კანალიზაციები არ არის გზები არ არის და მადლობა როგორც ჩანს აქციის მონაწილეები უკვე იწყებენ გზის გადაკეთებას რაუ ხელისუფლება მოიტანოს ჯანდაცვის სამინისტროში. რასაც მალავენ. დაიღალა მოსახლეობა. პოლიცია შეურაცხყოფა არ ადამიანები როგორც ხედავთ გამოვიდნენ ქუჩაში მათ გადაკეტეს ქუჩა ხელოჩაურის საკეთილი ეს ოცნების ქალაქის წინ მდებარე ტერიტორიაა სადაც გაიმართა საპროტესტო აქცია და აქციის მონაწილეებმა წინასწარ ასევე დაანონსეს რომ ისინი აპირებდნენ გზის გადაკეთებას რატომ ხართ ამ მდგომარეობაში ან რატო ჩაჯექით? რო გითხრათ მოკლედ. შეგიძლიათ გითხრათ რატომ ხართ ამ პოზიციაში? მთავრობიდან რეალობას. რაც მარინას ითხოვს, მარინა რასაც ითხოვს, იმის დაკმაყოფილება. ანუ კრიტერიუმების განსაზღვრას და ხელშეკრულებებს. მაგრამ რატომ ეს პოზიცია, რატომ ჩაიმუხლეთ, რატომ ჩაიცუცქეთ და რა? მოვიდეს თორიკე! თორიკე! დაჭექი გარავგელი! დაუშვებისგან გამოსული დაუშვები! ეჭექი! იყავით კარგუნო, იყავით! არაბეთი დარვაჩეთო! გადახა ზაფრებდა გაჩერება ის. დავრობა არ მომწანდება. დავრობა არ მოდი, არა დავრობა. მაგრამ უნდა იყოს ქუჩა გადაკეტილი? იყოს იცი აქციის მონაწილეებს როგორც მე ხამესმის მოუწოდებს საუბრობენ ტროტუარს სადაც დაიწყო საპროტესტო აქცია თუმცა აქციის მონაწილეები ისო რჩებიან ქუჩაში გადაკეტილია
Სასწრაფო გაატარეს აქციის მონაწილეება, როგორც და ისევ დაუბრუნდნენ აქციის მონაწილეები. ქუჩას ისევ გადაკეტილია ქუჩა. ისინი თხოვენ თორმეტე რიჯვადისთან აჯარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და ხელშეკრულებების გაფორმებას, რაც დაადასტურებს იმას, რომ ისინი მიიღებენ ბინას კორპუსებში, რომელიც აკოცნების ქალაქის ტერიტორიაზე უკვე შენდება. გადამ არ არის ქვეყნის დამაჯერებელი, იგივე საჯარო შეხვედრებზე რაც აღინიშნა, რომ უკვე მიიღებთ რეალურად ბინებს. ცნობილია პროგრამაზეც გაწერილია. ატომთა კატეგორიებია, კატეგორიები. მე ვიშმიტევს, იმაუძევს, ვინმე არის ისრაფე და იმდომ არის ასე გადაკეტილი გზა. თქვენ რომელ კატეგორიას წარმოადგენთ? მე რომელ კატეგორია და კატეგორია მე არ ვიცი, მე ვხვდები რა კატეგორია არის. ეკომიგრანტი ხარ? ეკომიგრანტი ხარ? კი ბატონო. ანუ და და საშიშროების ზონაში ვარ მე ახლა. ვარ ახლა არ ვიცი თუ ჩვენ დინა გვეძლება თუ არ გვეძლება, ვინმე არ იცის რა. თქვენ რომელი სოფლიდან ხარ? ზაიური ფუჭი. რამდენი წელია რაც ცხოვრობ თოქცების ქალაქის ტერიტორიაზე? 9 წელია. რამდენი ხანია რაც ცხოვრობ ამ ტერიტორიაზე? 9 წელია. 9 წელიწადია. თქვენ ასე ვარ პრინციპი, გაწაბათიაზე. თქვენ ეკომიგრანტი ხარ? თქვენ ეკომიგრანტი ხარ? ხო, აბა. ახსოვდა ჩავი რა ვიცი. აქციის მონაწილეების ნაწილი უკვე დაიწყანა პოლიციამ, რომ გააკეთეს ჯაჭვი. და მოწყოს ერთგვარი კორიდორი, რომ ავტომანქანებმა გაიარო. აი პოლიციის დაპირისპირება არ არის მონაწილეების ნაწილი სულებს. არ გაატარეს. უკან მოდის ავადმყოფი მოყავს იმას მედინელების ის გათავისუფლება პატარა მანქანა აი გაატაროს ება გაატაროს პატარა იდა ავადმყოფი მოყავს პატარა მანქანა იდა ავადმყოფი მოყავს იდა თარგმნობენ ზევიდან არ ფიქრობენ ავადმყოფი მოყავს რასაც ცენტრალური ისმის მოწოდებები რომ ისევ ჩაკეტონ ქუჩა და არ გაატარონ მანქანები ყველა ავადმყოფები ყოფილიყო
ამდენი წელია 12 ნომერი აგვიანებს 5 წუთი დააგვიანებს ჩვენ და რა მოხდება ჩვენზე დასახმარებელი ჩვენ ამდენი წელია ჩვენ გვემსახურების 5 წუთი გააჩერე რა იქნება 5 წუთი დიადია ადამიანობა უძრობა ერთი მხრიდან აღდგენილია, მეორე მხრიდან. მეორე მხრიდან. აქ ისევ არიან ადამიანები. აქციის მონაწილეები, რომელთაც გადაკეთეს ქუჩა, მათგეთი ნაწილი ისევ ქუჩაში დგას, ხოლო მეორე ნაწილი ტროტუარზე გაიყვანა პოლიციამ და ამოაწყო ერთგვარი კორიდორი, სადაც უკვე ავტომანქანები მოძრაობენ. ისევ ქუჩაზე ჩამოხვდის განწყობილება მიიღეს აქციის მონაწილეებმა, რომ მათი იძულება ვერ მოახდინეს პოლიციელებმა, რომ დააწოვებინეს ადგილი. აი ასე გამოიყურება ამ დროისთვის ხელოჩაურის საკითხი ბათუმის ვილოს დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. Ancora sapere, ancora sapere. Nada bici, não sabe que problema agora, não sacaram eu de Artulis Arab, mas aí problema é igual com lá três anos. Adamı şöyle bir var mı? Trabzon mankeneli. Abi buradan susturun. Harina. Ama iyice dalga koy. Sahilde de var. Bir sonradan bir sonradan var sonradan. Akcიის მონაწილეები რჩებიან ქუჩაში, თუმცა მოძრაობა პრაქტიკულად აღდგენილია. ორ ნაწილია. აი ასეთი მოცემულობა აქვს ამ დროისთვის. მე შეგახსენებთ, რომ ხელვარჩაურში ცენტრალური გზა გადაკეთეს ოცნების ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა. აქ წინ ოცნების ქალაქია, ალბათ იცით უკვე ამგვარი მოხსენიების შესახებ, ასე ეძახეს ადამიანები, აქ ცხოვრების ლესხვებით ამ დასახლებას. აქ ცხოვრობს ასეულობით ოჯახი და ისინი ითხოვენ საცხოვრებელი ბინების დაკმაყოფილებას. აჭარის მთავრობის განცხადებით შენდება მათთვის საცხოვრებელი კორპუსები და 2024 წლისთვის კონკრეტულად უკვე 1550 საცხოვრებელი ბინა იქნება აშენებული აქ მცხოვრები ადამიანებისათვის. თუმცა აქციის მონაწილეები დღესაც გამოვიდნენ იმიტომ ქუჩაში, რომ მათ არ სჯერათ მთავრობის დაპირების თუ კი არ იქნება კონკრეტული ხელშეკრულება გაფორმებული და არ იქნება გაწერილი კონკრეტული კრიტერიუმები თუ ვის ერგება ბინა ამ ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, რომელიც ეხლა ამ ადამიანებისთვის შენდება.
გადაკეთდა რა, პირიქით კი დაწვიდობენ აგდოშენ მაინც მოძრა. ჩვენი ნამძოლი უნდა იყოს სასურვე შედეგამდე და არა ვითამაშო. კაბადალო მარინა, რადგან ზაპირებთ ამ პოზიციაში იყოს? მოვიდეს თავმჯდომარეა. მოგვიდანოს დოკუმენტი სადაც არის დაგუშავებული ჩვენი. მოვიდეს პოლიციამ დამიყო. არა უთქეთეს. მოვიდეს თავმჯდომარე. აზრია გაწდება გზებს, სიმაგზებს, ბავშვები ტირილიც რომელი ჯობია. აგერ მიჩვენი მაინც. არა გაწდებაში აჭაკი მონაწილეები გადასკენ ალბათ გესმით შეცვლილებენ რომ მოახერხონ ორგანიზება და გადაკეთონ ისევ ჯაკეტში და ისინი რჩებიან ქუჩაში, მაგრამ მოძრაობა პრაქტიკულად ორი ხრივა აღდგენილია და მხოლოდ ნაწილი აქვს გადაკეტილი აქციის მონაწილეებს. პოლიციელებსაც აქვს ჯაჭვი და ისინი არ აძლევენ აქციებს საშუალებას სრულად გადაკეთონ ცენტრალურ ფიზიკური დაპირისპირება ნაციონალურ პოლიციელებს შორის ნაწილი ცდილობს რომ სკოლა გადაკეთოს ქუჩების ამის საშუალებას, მას პოლიცია არ აქვს, პოლიცია აწვევს აქციის მონაწილეებს, რომ მათ ვერ მოახერხოს ქუჩის გადაკეთება. Așa că ce de? Aki acolo, într-o video. Hai, boșu, hai. Ha? Ara aici. Hai, nu mă tragi, gata din copii. Marina Beridze, activisti, oținvis ქალაქის და ახალ ჩაურის პოლიციის უფროსი ეხლა უკვე ისე გადაკეთილია ცენტრალური მაგისტრალი, ბათუმის მაგისტრალი და არის დაპირისპირება, ფიზიკური დაპირისპირება.
მონაწილეების გაწევა ისე ჩაიმოვა დამნეწილში ახერხებენ ავტომანქანების გასვლას, თუმცა ერთი მიმართულებით მეორე მხარეს უბრალოდ ავტომანქანების ზონების ვერ ახერხებენ უძრავებას, ვერტუალი საცობია მამკუჩის გადაგების გამო. ამხელა მასას თუ მანქანა უნდა გადამიაროს მნიშვნელობა არ აქვს მაშინ თქვენ გომასაც ხო? გევარ, იმიტომ რომ არ გადაგიო. ხოს მეტი არავინ არ გადაუდგა სამხალხის მასას. ეს პროვოკაცია აკეთება თაკეთე. არჩევა გადაგიო. თავიანთი ცოლ-შვილი კარგად ყავს. აი ამის ბრალია ზუსტად. თითოეულ წევრმა რომ თითოგანე გააჩვენოს თავის ცოლ-შვილით, მაშინ იხდება ყველა რა ხდება. მონაწილეებს რომ სრულად გადაკეთონ გზა, თუმცა პოლიციელები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. ვეღარ ახერხებენ ავტომანქანები გალვას. მეორე მხარეს ვიღებენ პოლიციელები გზის გამოგავებას. რომელ წყალს სად არის და აი გადალია ხო?
რა ადამიანები რომ ხართ გამოყვანილები ზევიჩერო თავრობა ვერ გაიგო ეს გადაკეთება აქვს რა? გამოსულება უნდა გარეთ გამოსულა. ფულანებს იქნება ძალიან მიხარ. ერთადობენ კაბინეტებს. შეიძლება გაუჩიდება თითები. ჩვენ 10 წელია ჭაობში ვცხოვრობ ბავშვები. თავადანე რა გითხრათ მოკლედ, რატომ არ არის თქვენთვის დამაჯერებელი ის რასაც აჭარის მთავრობა ამბობს, რომ რეალურად შენდება ბინები და ადამიანები კონკრეტულად რაღაც პერიოდულობით მიიღებენ ამ საცხოვრებელ ბინებს. იმიტომ არა ჩვენი დაჯერებელი, მაგრამ უნდა იყოს ყველა კატეგორია, არა უნდა იყოს ორი კატეგორია. 6 კატეგორია უნდა იყოს და ყველა. რატომ გავქეჭი რომ ყველას არ მოუწევს მის იმიტომ რომ აგვადრებს საბუთებს. იმას ეს შენდება, მაგრამ საბუთი არაა რომ ვიცოდეთ ვინ მიიღებს? ვის უწევს. ჩვენ რომ ვიცოდეთ, უკვე გამოსად საბუთი იქნება და გეტყვით რომ შენ იცი რომ გიწევს და ან არის. გამოდის ეს აჯანდაბეს, გამოდის. და უბრალოდ ამის პროტესტია რომ საბუთი დაიგოს, რომ რა გვიწევს და რა არის. ეს სამთავარი ეს გვინდა რომ მიიღოთ. მეტი არა. ჩვენი ოჯახი ეკომიგრანტია თუ სხვა პრობლემის გამო ცხოვრობს ისეთის ქალაქში. ეკომიგრანტიც არის და ის ჯერ გაკეთებენ ეგრე. კარნიკერი შვარცე მომიდა საცხარი ჯაჭვი გააკეთა უჭიდაო ნუ იგლა ეს დაფიქსე აუსმინე მარიდას აუსმინე აუშვით ეს ხალხი მარინა ბერიძე ოცნების ერთ-ერთი ოცნების ქალაქის ერთ-ერთი აქტივისტი მან მიმართა უკვე აქციის მონაწილეებს რომ დასრულდა აქციის გადაკეთება და ისინი უბრუნდებიან თავდაპირველი შეკრების ადგილს ამ ტროტუარს სადაც აქციის მონაწილეები თავდაპირველად შეიქმნა. დივა, დამდივა. დავაი, დავაი, დავაი. მარტება. გადავიწეთ რომ უკვე ორგზეოდა მუსიკაობა ცენტრალურ გზაზე ხილოჩაუში ოცნების ქალაქის დასახლების წინ აქ ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეთეს ქუჩა ეხლა უკვე ისინი დაუბრუნდნენ ტროტუარს სადაც ისინი დღეს შეიკრიბნენ და უთხოვენ კონკრეტულად მთავრობისგან ხელშეკრულებებს რაც დაადასტურებს იმას ის ეკუთვნის ახლა აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში და ვინ ვერ მიიღებს
დასკეტარეს დიშიგონალე. დაჭდებით ყველა ერთად. Ურა, დუღა დამეიგო. გადაგედის დრო. ყველას დიდი მადლობა. ძალიან ერთობაშია. ოცნების გარეთ გაუმარ. მადლობა ბატონ ჯაბას. საერთია ჩართული ჟურნალისტ. მადლობა ყველა ტელევიზიას. მადლობა ჩემს უფლებათა დამცველს, რომელიც დღეს ვერ მიიღეს რომ დაიჭირეს. იყო მცდელობა რომ ამაზე უნდა აეხირებიათ, მაგრამ იმდენი ვისწავლე ამისგან. ამის დაჭერას ვეღარ მოახერხებთ. მეც მეტი რაღაცა იმასვე ხელზე ვერ ავედი, მაგრამ მაგათაც ვისწავლე. ბრძოლა მოგებამდე! ოცნების გარეთ გაუმარ! ეგენაჩოლი მე ხესად ერთად ვაცა. ხილ ჩვენ მოხლიკებს, მაშინ ჩვენ აწოლებიან არ ყოფილ. გაუმარ! გაუმარ! პოლიციელებს გაუმარჯოს და ნამეტანი არაფერი გვიჭირს. აბა ჩვენ დაწვით. ეს მარინა ბერიძე იყო ოცნების ქალაქში მცხოვრები ადამიანი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ის როგორც საპროტესტო აქციას პერიოდულად და ამ შემთხვევაში მან დაანონსა საპროტესტო აქცია გრიბოიდოვის ქუჩაზე. ასევე დაანონსა 2 საათზე ბაგრატიონის ქუჩის გადაკეთება პროტესტი. ამას ბაკურზე მინახავს ეხლა აქციის მონაწილეებს ის გახლავთ ჩვენი უფლებებისათვის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. მომხრე დიალოგის ხელისუფლებასთან, მაგრამ ხელისუფლებამ დღეს რატო არ მოვიდა ხალხთან და არ უთხრა რომ სტატუსებს განსაზღვრა. ყველაფერს მოგალითებს მე მიგვი. იმიტომ რომ ყველაზე კარგი საშუალება ხალხთან ურთიერთობა, ხალხთან კომუნიკაცია. აქ ითქვა რომ თითქოს აქ ის ბრძოლობს, ვისაც რაღაცა მიღებული აქვს. ჯერჯერობით არ არის არაფერი არ აქვს მიღებული და ბრძოლა იმიტომ რომ უნდა მიიღოს ისაცი. ჩვენ დღეს წინ დავიწყეთ აქ ბრძოლა. მაშინაც ხვეწი და არ დეგებოდეს. ყულა უხდიხარ, არაფერი გამოვა და რაც გავხდიბაზე დაგმაყოფილი. აი ახლა კი ნახეთ შედით კორპუსების შეცდება. მე გაცნობ პირობას. ყველა ვისაც ეს საჭიროება მიიღებს. თუ არა და ძალიან სადანებელი დარჩება ეს ვისაც უნდა გადაწყვეტოს. ეს იქნება ბოლო. დღევანდელი აქციისთვის რა თქმა უნდა მე მომხი არ ვიყავ, მაგრამ თქვენი ერთიანობისთვის დიდი მადლობა თქვენ გაგიმარჯვოთ ხალხო. შეიძლება ვიღაცა თქვას, რომ ხელისუფლება აშენებს და ამ ხალხს კიდე რა უნდაო. თვითონ თავიჭიმიდან აშენებს, ან კიდევ ამ ხალხის უბრძოლველად აშენებს. ამ ხალხმა იბრძოლა, შესწირა თავი აი ამ დასახლებას, რომ ეს დასახლება ერთლარად თურქს არ ეყიდა და ჩვენ ქართველ ხალხს დაეკავებინა. სამწუხაროდ ისმის ერთხელ მაცხობხისი აკազմები რომ ნორმალურ კილომეტრში იცხოვრო. ბაკურისგან ის გახდა ამათის ეს არის თქვენი გამარჯვება და თქვენ გამარჯვებთ. კარგად იყავით. საპროტესტო აქცია პრაქტიკულად დასრულებულია. აქციის მონაწილეებმა დღეს სცადეს ქუჩის გადაკეთვა, ქუჩის გარდა გზის გადაკეთვა ხელვაჩაუში. იმ ტერიტორიაზე და ოცნების ქალაქია გაშენებული და ცხოვრობს ასე მეტი ადამიანი. ეს ადამიანები ითხოვენ საცხოვრებელი ფართების გადაცემას, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში მათ ეჭვიათ, რომ შეიძლება მათ ნაწილს არ მოუწიოს ბინა იმ ახალგაზრდებულ კორპუსში, რომელიც შენება ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე. ამიტომაც ისინი მოითხოვენ ერთგვარი ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმებას, იმისთვის, რომ დადასტურდეს, ვინ მიიღებს ბინას ოცნების ქალაქში. საპროტესტო აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ ხვალ ისევ შეიკრიბონ, ამჯერად ისინი შეიკრიბებიან აჭარის მთავრობის სახლის წინ, ოღონდ გრიბოიდოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ისინი 2 საათზე აპირებენ ბაგრატიონის ქუჩის გადაკეთვას პროტესტის ნიშნად, ვიდრე არ შეხვდებათ მათ თორნიკე რიჯვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და არ გაუფორმებენ მათ ხელშეკრულებებს. ის მიუხედავად რომ ძლიერი წვიმა არ არის, აი ასე გამოიყურება ტროტუარი ეხლა ოცნების ქალაქში შესასვლელთან. აქციის მონაწილეები უკვე უბრუნდებიან სახლებს, ან პირობითად ქოხებს
ადგილებს, სადაც მათ მოიწყვეს სახელდახელოდ საცხოვრებელი პირობები. და აპირებენ რომ ხვალ ისევ შეიკრიბონ 2 საათზე ბაგრატიონის ქუჩაზე. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესები, ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით ამის შესახებ. დარჩით ჩვენს არხზე, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან ეთგაზეთი G, იმისთვის რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია როგორც რეგიონში, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ, ეს ბათუმელების ლაივი იყო. მადლობა ყურადღებისთვის. Video! Ciao, dai,